გამარჯობათ მეგობრებო, ეხლა ამ ვიდეოში მე მინდა გაჩვენოთ თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ საერთო ბრძანების მეშვეობით ავიჩიოთ გარკვეული მასალები. მოკლედ შევდივართ აი აქ, დავაწყებინებთ აი აქ, გამოვა ესეთი პანჯარა და აქ გვაქვს ბრძანებები. პირველი ბრძანება რაც არის, მოდი ჩვენ გავიხილოთ, ვაწყობთ სამზარეულო გარნიტურს. კი ბატონო, აი ჩავკლიკავთ აი აქ, ნესტანდარტი თუ სტანდარტული. ეს არის ნიშნავს, რომ აი აქ ნახეთ, სადაც არის კურსორი ტრიალებს, აი აქ წერია, რომ 900 მმ არის იატაკიდან. ანუ ქვედაყუთებს რასაც გამოიტანთ, ყველა დადგება 900 მმ-ზე იატაკიდან. ესე იგი დავაწყებინოთ ეს მონიშნულია, ჩაკლიკულია. შეგვიძლია ასევე ავირჩიოთ მინიფიქსი გვინდა თუ ევროვინდი. მოდი ავირჩიოთ ევროვინდი, კი ბატონო. საერთო ბრძანებით. ეხლა აქ არის წვეთ კორპუსი, ანუ კორპუსის ფერი, ხო? ჩავკლიკავთ აი აქ. მოკლედ გამოვიდა ესეთი პანჯარა. მოკლედ ჩავკლიკავთ აი აქ. გამოდის აი ესეთი პანჯარა და აქ გვაქვს, პრინციპში ესეთი ფაილი არის, აქ ირჩევთ საქართველოს, მერე ირჩევთ ბრენდს, დაუშვათ ეგერი ავირჩიოთ, მერე ვირჩევთ დისტრიბუტორს LTB თუ Geodecory და ამას შემდგომ ვიდეოებში გავჩვენებთ თუ რატო ხდება ამ დისტრიბუტორების არჩევა. მერე ვირჩევთ პანელს, ზომას, ფორმატს, პანელისას, ეგერის 2800-2070 და 18 მმ. აქ სხვა სისქეებია, რაც შეიძლება იყოს ის პანელი, ვირჩევთ იმ სისქეს. მოკლედ, აი აქ ახლა შეგვიძლია გამოვაჩინოთ 50 სახის პროდუქტი და მე შემიძლია ავირჩიო დაუშვათ თუნდაც აი ეს მასალა. კი ბატონო, აი ჩავკლიკი აქ, ავედი ზევით და ვეუბნები select. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ესე იგი აქ რაკი ჩვენ ავირჩიეთ Geodecory ან LTB, ხო, არ აქვს მნიშვნელობა. პროგრამა გამოგიჩენთ აი აქ იმ მასალებს ეგერისას, რომელიც კონკრეტულად ამ ფირმებს აქვთ თავიანთ საწყობებში. კარგით, მოკლედ დავაწყოთ select, ეს დამახსოვრებულია. ეს აუცილებლად უნდა მოვნიშნოთ. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ წიბო, გამოვა ეს ჩვენი შევდივართ ეგერში და აი აქ ძებნაში შეგვიძლია ავირჩიოთ აი ესე H, ესე იგი H 31-57, ხო? ეს იყოს 1 მმ-იანი. აბატონო, აი გამოიტანა ეს წიბოები. ესე იგი ვირჩევთ აი ამას. ესეთ ჩაკლიკული გვაქვს. გვაქვს ნავესკა შკაფოვ, დაუშვათ შეგვიძლია ავირჩიოთ იტალიანა ფერამენტას აი ეს ჩამოსაკიდი მასალა. ეხლა ვთქვათ წვეთწმინგი, ანუ საზურგის ფერი. მოკლედ გამოვიდა იგივე პანჯარა, აქ გვაქვს ეგერი, LTB, მაგრამ მოდი Geodecory ავირჩიოთ. ამის ზომა არის ესე იგი აი ეს 2800-2090-ზე და 3 მმ და ავირჩიოთ აი ეს. ვეუბნებით select, კი ბატონო. პოზიციას პინკი შეგიძლიათ ნახოთ, რომ დააყენოთ 16 მმ-ზე, აქ იტალიანა ფერამენტა ავირჩიეთ და არის კიდე სხვადასხვა ბრძანებები, ჩოკოლის ფერი და ასე შემდეგ. ჩოკოლი შეგვიძლია მივცეთ ბრძანება, რომ იყოს წვეთ ფასადა, კი ბატონო, ფასადის ფერი. სტალეშნიცის ფერი. ვირჩევთ აქაც დაუშვათ შევდივართ და ეგერს, დისტრიბუტორი ისევ Geodecory. მისი ზომა არის 3650 600-ზე, კი ბატონო, და 30 მმ სისქეში. არა 38 მმ, აგერ 38 მმ, კი ბატონო.
ნუ ეს ახლა თქვენც შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ გვაქვს ცალკე ასე ვთქვათ მასალების ნუსხა და ეს არის ცალკე ვიდეოში, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მასალების ასე ვთქვათ Excel-ის შაბლონი და მასალების ჩამონათვალი და მაინც რა შეგეშალოთ სისქეები და რა სისქეები აქვს და რა ფორმატები არის, იქ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს. ეხლა მე ამაში დროს არ დავკარგავ და გაჩვენებთ პირდაპირ როგორ ხდება ეს. მოკლედ დავაწყობთ select და არა უბრალოდ უნდა ავირჩიოთ, აი ნახეთ არ გაგვიშვა, იმიტომ რომ აქაც შევიდეთ ავირჩიოთ 1.50 მასალა და ნუ აი მე ფერი ავარჩიოთ. დავუშვათ, ავარჩიოთ. მოდით აი მე ფერი ავარჩიოთ. ავარჩიოთ აი ეს ფერი. კი ბატონო, აი მოკლიკეთ ეს ვეუბნები select და всё. არჩეულია ეს ფერიც. აქ არის პლინტუსი, თუ ანუ სტარიშნიცისფერი პლინტუსი თუ აქვს ამ კომპანიებს ნახავთ მასალებში და აირჩევთ და ფერსაც. ტიპ ფასადა მოკლედ არ გვინდა, ეს არის წვეთ ფასადა. ანუ შეგვიძლია ავირჩიოთ, აქაც შევიდეთ, გაჩვენებთ თუ როგორ ხდება ეს და გვინდა რომ ფასადი იყოს MDF-ი, ხო? აი აქ შევდივართ და ვწერთ MDF, ხო? გამოიტანა ვარიანტები MDF-ის. ესე იგი აქ ვირჩევთ Egers, ისევ ვირჩევთ distributor geodecors, ვირჩევთ panels, აი ამას და ნუ 18 მმ-იანი, რა კი ეგერის არის, აი ესე ვირჩევთ და ნუ შეგვიძლია ფასადი ავირჩიოთ 22 მმ. ან 18 მმ. ეს თქვენზე არის დამოკიდებული. ნუ მოდი მე ამ შემთხვევაში ავირჩიოთ 18 მმ. კი ბატონო, ვეუბნებით select და ესეც არჩეულია. ანუ ეს მოკლიკეთ აქ ესე იგი ტექსტურის მიმართულება არ გვაინტერესებს. ვერტიკალურია თუ ჰორიზონტალური, ეს შეგიძლიათ, როცა ირჩევთ მაგალითად თუ გნებავთ რომ მოbrunებული იყოს ფასადზე თუ ლამინატის ტექსტურას ირჩევთ, იმ შემთხვევაში აქ ასრულებთ აი მაგ ოპერაციას. ისე იგი ვირჩევთ ფერს, რალისას. შევიდეთ და ავირჩიოთ, მოდით აი მე ფერი. green მოდი ავირჩიოთ აი ეს ფერი ფასადი და ნუ აქ არის სხვა კრომკაც თუ წიბოს ირჩევთ ფასადისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ წიბო ფასადისთვის თუ გინდათ რომ MDF-ი იყოს დაწიბოვებული და მერე შეგეპირთ. ეს თქვენი არჩევანია. მერე სახელურები და ასე შემდეგ. თაროს დამჭერები მაგალითად, ნუ მოდით ამასაც ნახოთ როგორი თაროს დამჭერი, აი იტალიანა ფერამენტას, აი ესე თაროს დამჭერს ავირჩევ, დავუშვათ. და ვეუბნები ოკეის. კარგით, მოკლედ ეს ყველაფერი ავირჩიეთ, ეხლა შევდივართ ამიშენიაში ვირჩევ კედელს, პირობითად ავირჩიოთ ესე უცებ. აბატონო, ესეთი კედელი, მერე ესეთი კედელი და შევიდეთ პროექტირებაში. აბატონო, გამოვიდა ჩვენი კედელი, აი ეს დავაწყობთ აქ, ისრების მიმართულება გავუკეთოთ აი ესე. ხო, შევდივართ ახლა ქვედა კარადებში, ვეუბნები შკაფი უკრავია და აქ გვაქვს კუთხის კარადა, ხო? აი გამოვიდა ეს კუთხის კარადა, აი ნახეთ თქვენ ფერები ყველაფერი დაჯდა, რაც ქონდა არჩეული. დავაწყობთ ამ კარადას და მიმართულება შევუცვალოთ, აქეთ ხდებოდეს გაგრძელება. მერე ავიღებ შევალ სხვა კარადას კიდევ დავუშვათ ავიღებ ორჯერიანი ნახეთ რომ ფერები დაჯდა ყველაფრის მერე ავირჩიოთ დავუშვათ თუნდაც ეს ბატონო მერე ავირჩიოთ შემდეგი ბატმოიკუ ბატონო ეგეთი რამ და მე ავირჩიოთ თუნდაც აი ეს. ნუ აქ ახლა მოკლედ ესე გამოვაგზავნოთ აქეთ. ახლა ავირჩიოთ
ისე აი ეს დავუშვათ. მერე შემდეგი ჩუთ პადუხოვკო აბატონო ორუჯიანი აი ესეთი და ავირჩიოთ პენალი. ან რაიმე კარადა, თუნდაც მოდი შევიდეთ და ავირჩიოთ ვიდვიჟნიმი სეტგამი, ანუ ისევ სეტკით. ესეთი და ახლა ავირჩიოთ პენალი. კი ბატონო, ავირჩიეთ პენალი, პენალში ავირჩიოთ აი ეს კარადა. აბატონო, აი ესეთი ვარიანტი, ხო? აბატონო. ეხლა მე აქ არ დავიწყებ ზომების შეცვლაზე ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა ესეთი რამ, რომ ავირჩიოთ ეხლა ზედა ყუთები, მაგრამ სანამ ავირჩიოთ ზედა ყუთებს, ხო? დავუშვათ ზედა ყუთების ფერი გვინდა ფასადის იყოს სხვა, ხო? ისევ შევდივართ სახლში. ეხლა დანარჩენ შტოლებთ ყველაფერს იგივეს, ნახეთ და ვირჩევ მხოლოდ აი აქ რალის ფერს. დანარჩენი ყველაფერი იგივე რჩება და რალის ფერი ავირჩიე დავუშვათ. მოდი ვთქვათ აი ესეთი ფერი, ხო? ვეუბნებით OK-ს. ანუ ეხლა რო შეცვლით ფერებს, შეგიძლიათ კორპუსის ფერი შეცვალოთ, ის ფერები წამოვა. ეხლა უბრალოდ დრო რო დავაკარგოთ, მე მარტო ფასადის ფერს შევცვლი და ნახავთ თუ როგორ შეიძლება ფასადის ფერი. ავირჩიოთ ნავესნია შკაფი გვაქვს ჩვენ. აი კარადა კუთხის. აი ნახეთ, მაშინ შეიცვალა და დანარჩენი იგივე დარჩა ყველაფერი. ნუ ეხლა ტოპი არ არის რა თქმა უნდა ამაზე და ნუ ფასადი შეიცვალა. ეხლა დავაწყებუნებთ აქ, შევცვლით აი ესე. ნუ რამოდენიმე ყუთს გამოვიტან, რომ თქვენთვის თვალანათელი იყოს თუ როგორ ხდება დანარჩენი ასე ვთქვათ ყუთების აბატონო ეხლა აქეთ ხარეს შეგვიძლია გავუშვათ თუნდაც იგივე ყუთი, თუნდაც ეხლა ესეთი ყუთი და ნუ აი ეს მე მგონი თქვენთვის მარისია გასაგებია თუ როგორ ხდება ფერების არჩევა და იგივე ტოპის და ასე შემდეგ. ასევე თქვენ შეგიძლიათ უკვე დააწყაპუნოთ ამ ყუთს, ნახეთ და შეხვიდეთ კაში და უთხრათ უდინენი ბაკავინი დაუშვათ მარცხენა გვერდი და ჩამოუშვით დაბლა და მე მინდა რომ ეს იყოს ელში შევდივარ და ვეუბნები რომ ფერი იყოს წვეთ ფასადან, ნახეთ, გახდა ფასადის ფერი და კაში ისევ შევდივარ და აი აქ ინდივიდუალური წვეთ დეტალები ვეუბნები დას, ნახეთ და ვირჩევთ მარცხენა გვერდს, ხო? აი აქ ავირჩევთ და გამოიტანს ფერს. ეხლა აქ ჩავუწერთ ჩვენ MDF-ს, ეს აუცილებლად ესე არის გასაკეთებელი. MDF-ი, ნახეთ, და გვაქვს 18 მმ-იანი, დანარჩენი იგივეა ეგერი, ჯეოდეკორი, ზომა იგივე, ფორმატი იგივე, ვეუბნებით select და აი შეიცვალა ფერი. ხო? ეხლა აქ გამოიტანა, აქვე ამის ქვევით გამოიტანა რალის ფერი. და რა ფერი გვაქვს ეს ჩვენ? წეგან ავირჩიეთ, მოდი ვნახოთ რომელი ფერი ეხლა ზეპირად არ მახსოვს, ანუ შევდივარ აი აქ შევდივარ, ვეუბნები ფასადს, წვეთ ფასადა, რალი გვაქვს 70-32. პებრე 70-32, ხო? აქაც კაში შევდივართ და რალის ფერში შევდივართ. გვაქვს 70-32, აი ეს ფერი, ხო? კი ბატონო, აი ნახეთ. მაშინვე დაჯდა ეს ფერი, როგორც კი აქ შევცვალეთ რა. ანალოგიურად ვაკეთებთ აქაც, ნუ მოდი აქაც გავაკეთოთ, იგივეს აი ამ იმეებშიც. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია აი აქ შევიდეთ
კაში ისე ორინიანი ბაკავინი უცხად და მარჯვენა გვერდი დავაგრძელებინოთ მერე ესე იგი ფერიც შევცვალოთ შევდივართ აი აქ და ასე ვუნებით ჩვენ პრავი ბაკავინი ანუ მარჯვენა გვერდი აი ვაწყობთ და გამოდის HTML ფაილი და ვუნებით MDF-ი ნახეთ ვეუბნებით 18 მმ-იანს დანარჩენი მონაცემები მაინც გადავამოწმეთ და იგივე არის რაც წინაზე ხონდა არჩეული ვეუბნებით select შეიცვალა ეს ფერი და ვეუბნებით აი ახლა უნდა გამოვიდეს აქ რალი უნდა გამოსულიყო და 70 22 ხო აი ეს ფერი უნდა იყოს აბატონო აი აქაც შევცვალეთ მოკლედ მე მგონი თქვენთვის აი ეს ფერების ცვლა როგორ ხდება გინდათ ზედა კორპუსი ახლა აღარ გავაკეთებ ანალოგიური აქაც ასე ვთქვათ ანალოგიურად იცვლება პრინციპი იგივე არის და მე მგონი სავსებით გასაგები არის თქვენთვის თუ როგორ ხდება ფერების შეცვლა ასე ვთქვათ საერთო ბრძანების მიცემა და შემდეგ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამოაქვს დოკუმენტაციაში. მე ამ ვიდეოს ვამთავრებ, გამშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.